კაბინეტია. ექი მოკითხო. როგორ მოვიქცე? რაღაცის დასუსტება მართლა. ანტიბიოტიკები არის მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად განსაზღვრული ვადით და მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა ზოგჯერ დაახლოებით 5-დან 1 შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ბალანსი ეგრეთ წოდებულ კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის კუჭნაწლავის ტრაქტში, რის შედეგადაც ვითარდება დიარეა. დიარეა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი დასახელების ანტიბიოტიკის ფონზე და ნებისმიერ ინდივიდთან. თუმცა მაინც შეგვიძლია გამოვყოთ ის ფაქტორები, რაც ზრდის რისკს. ესენია წარსულში ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის არსებობის ისტორია, ანტიბიოტიკის მიღება რეკომენდებულზე ხანგრძლივი ვადით და ერთდროულად ერთზე მეტი ანტიბიოტიკის მიღება. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა როგორც წესი იწყება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თუმცა შეიძლება დაიწყოს მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. ის როგორც წესი მიმდინარეობს მსუბუქად, დღეში 3-4 დეფეკაცია და მეტეორიზმი და წყდება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში. ამ დროს საჭიროა მხოლოდ წყლის და ელექტროლიტების ადეკვატური რაოდენობით მიღება, ცხიმიანი და ცხარე საკვების თავიდან არიდება და ასევე შესაძლებელია დამატებით პრობიოტიკის მიღებაც. რაც შეეხება გახანგრძლივებულ მწვავე დიარეას, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუბფებრილური ტემპერატურა და გულისრევის შეგრძნება, ამ შემთხვევაში შეიძლება გამომწვევი იყოს კლოსტრიდიული ინფექცია, რომელიც აქტიურდება ხოლმე ანტიბიოტიკების მიღების ფონზე და ამ შემთხვევაში ბევრად მაღალია დეჰიდრატაციის და შარდის გამოყოფის შემცირების რისკი. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს დროულად, შესაბამისი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებისთვის და სპეციფიური მკურნალობისთვის. არ არის რეკომენდებული ანტიდიარეული საშუალებების მიღება თვითნებურად, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა ტოქსინების ნაწლავში შეკავების რისკი.